ზუგდიდ დღეიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ექნება. ახალი სპორტული ობიექტი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. კომპლექსის გახსნის ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ახლად გახსნილი სპორტული ობიექტი რეგიონში. ამას თეა აბსარიძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თეა. დიახ, ზუგდიდში ახალი სპორტ კომპლექსი გაიხსნა, იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია ღია და დახურული აუზები, მცირე და დიდი აუზები, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი დარბაზებია შენობაში განთავსებული. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, მოქმედებს გაგრილებისა და გათბობის სისტემები. სპორტ კომპლექსში შესაძლებელი იქნება შეჯიბრებების ჩატარებაც. შენობაში ასევე განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზები, საშხაპეები, გასახდელები და სხვა. სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნული შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სპორტის, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრები. აქ იმყოფებოდნენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, აღნიშნული სპორტ კომპლექსის შექმნა სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ზუგდიდში ხსნით სპორტულ კომპლექსს, რაც ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას ზუგდიდისთვის, ამ რეგიონისთვის და რასთავარია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელომ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა, მონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე. ამ კუთხის შვილებმა ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. სპორტი არის უნივერსალური ენა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან, ჩვენი ვალია. ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პოტენციალი და პირობები შევქმნათ. ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები, 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში გვინდა ასეთი სპორტული მულტიფუნქციური კომპლექსის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უზრუნველყოფს როგორც მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას. საქართველო დღეს არის პატარა ქვეყანა დიდი სპორტული მიღწევებით და საქართველო უნდა იქცეს პატარა ქვეყანად უმაღლესი სპორტული მიღწევებით, მათ შორის სპორტის გუნდურ სახეობებში. ქვეყნის სიძლიერის გამსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს რეგიონების და ქალაქების დაბებისა და სოფლების თანაბარი განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სერვისი, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის. ბოლო წლებში მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით. აშენდა და შენდება სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეგიონებში ცხოვრების ხარისხი და ზოგადად მდგომარეობა. გილოცავთ თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტ კომპლექსის ოფიციალურ გახსნას. სპორტ კომპლექსის, რომელიც ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადამიანს მოემსახურება შვიდი სპორტის სახეობაში. ბოლო წლების განმავლობაში თქვენ ხედავთ, როგორი წარმატებით ასპარეზობენ ქართული სპორტსმენები ევროპის, მსოფლიო თუ ოლიმპიურ თამაშებზე. თითოეული მათი მოგება როგორი ემოციურია და გასახარებელია თითოეული ქართველისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერებით სავსე ზუგდიდში ეს სპორტ კომპლექსი აღვზდის მრავალ ევროპის, მსოფლიო თუ ოლიმპიურ ჩემპიონებს. აზიის განვითარების ბანკს ძალიან უყვარს და უხარია საქართველოს დიდი და პატარა ქალაქების მხარდაჭერა, რომ მდგრადი და ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს მის მოქალაქეებს. ჩვენ მხარს უჭერთ სხვადასხვა სპორტული კომპლექსების განვითარებას, საგანმანათლებლო ცენტრების გახსნას საქართველოში. ეს უკვე მესამე სპორტული ობიექტია საქართველოში, რომელსაც ერთად ხსნით. ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, როგორც ვიცით, უკვე დასრულებულია. საქართველოში ამ დროისათვის 3 სპორტ კომპლექსი ფუნქციონირებს ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში. იგეგმება კიდევ ერთი სპორტ კომპლექსის დასრულება ახალციხეში. აღნიშნული კომპლექსი ზუგდიდში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეა აბსარიძე საუბრობდა.